ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებას მესამე სექტორის რეკომენდაციებით აპირებს. გარდა ამისა, კომიტეტი მასთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს დასკვნებს გამოიყენებს, რომლებიც საბჭოს წევრებმა პოლიტპატიმრების, ქალთა უფლებების, იპოთეკით დაზარალებულებისა და სხვა ტიპის ფაქტების გაანალიზებით მოამზადეს. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა გასვლითი სხდომა ქობულეთში გამართეს. სხდომაზე ეკაბესელიამ კომიტეტის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. წელიწად ნახევრის განმავლობაში კომიტეტმა 23,000 საქმე განიხილა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამბობს ბესელია და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორთან ამ ტიპის თანამშრომლობით ადამიანის უფლებათა დასაცავად კომიტეტის უფრო ეფექტურ მექანიზმს შეიმუშავებს. ჩემთვის ყველაზე მწვავე საკითხები არის ეს სამართლიანობის აღდგენა, ეს ყბადაღებული თემა, რომელიც დღემდე შეუსრულებელი დარჩა ქვეყანაში. ეს არის უკანონო განაჩენების გადახედვა, რომელიც 9 წლის განმავლობაში დადგა, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია, ქონება ჩამორთმეულებისა და ბიზნეს ჩამორთმეულებისთვის უფლებების აღდგენა და რაც მთავარია, ის საკანონმდებლო ბაზა, რომელმაც უზრუნველყო დღეს ამდენი ადამიანის უსახკაროდ დატოვება, გულისხმობ იპოთეკით დაზარალებულ ადამიანებს. ეს ორდღიანი მუშაობა ვფიქრობ, რომ იქნება ეფექტური, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება შემდეგ უკვე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა, იყვნენ არა მარტო მუშაობაში ჩართულები, არამედ ის ორგანიზაციები, რომლებიც მიაწვდიან ყოველთვის ინფორმაციას ამ კომიტეტს იმისთვის, რომ სრულად და მეტად დატვირთით იმუშაოს. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ კომიტეტი, როგორც პარლამენტის, ასე ვთქვათ, მთავარი მეთვალყურე ადამიანის უფლების დაცვის კუთხით რა ხდება, იყოს ძალიან ახლოს ამ პრობლემებთან, რომ მოხდეს მათი სწრაფად გადაწყვეტა, მათი პარლამენტში საკანონმდებლო დონეზე პროცესების წარმართვა და მივიღოთ შედეგი. შედეგი არის ის, რომ ყველა ადამიანი გრძნობს.